ახლად დამაგებული ფაშატის მოვლა და კვება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მისი ჯამრთელობა და მაკეობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია პირობებზე. არასაკმარისი კვებისას მაკეობა შეიძლება გახანგრძლივდეს ან შეწყდეს აბორტით. ამას გარდა, საფრთხეს წარმოადგენს ინფექციური დაავადებები, საკვებით მოწამლვა, გაცივება და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაც. კვიცის მოგება უმეტესად გართულების გარეშე მიმდინარეობს და ახალშობილი მალევე დგება ფეხზე, დედას მიჰყვება და შეუძლია შორი მანძილიც გაიაროს. პირველი 2 თვის განმავლობაში კვიცი მხოლოდ დედის რძით იკვებება და დღეში 20 კილოგრამამდე რძეს იღებს. თითოეულ 1 კილოგრამ ნამატზე მას სჭირდება დაახლოებით 10 კილოგრამი რძე. 2 თვის ასაკიდან კვიცი მცენარეულ საკვებს ეჩვევა. უმჯობესია დღეში 0,5 კილოგრამი დაჭყლეტილი შვრიით დავიწყოთ და ყოველ თვე 0,5 კილოგრამით გავზარდოთ. 5-6 თვიდან უკვე შესაძლებელია მისი გარეგნული ნიშანთვისებების აღწერა, ხოლო დედიდან საბოლოოდ 6-7 თვის ასაკში ასხლეტენ. ამ პერიოდში აუცილებელია კვების ნორმის დაცვა 2,6-2,8 საკვები ერთეული 100 კილოგრამ ცოცხალ მასაზე. ასხლეტილ კვიცებს ზამთარში სჭირდებათ მოძრაობა და ჯგუფური ვარჯიში. 1 წლის ასაკიდან კი მათი სკესის მიხედვით განცალკევება აუცილებელია. სწორი მოვლა და კვება არის ძლიერი და ჯანმრთელი ცხენის გაზრდის გარანტია.